მოგესალმებით ბიბლიის მოყვარულებს და ყველას, ვისაც ეს წიგნი აინტერესებს. მივესალმები ლევან რევაზიშვილს თბილისიდან. მან ელექტრონული პოსტით ასეთი რამ მომწერა. თუ არ დაიზარებთ უბრალოდ ის მითხარით, თუ რანაირად მოახერხეთ ლევიტელთა წიგნის შეყვარება, ანუ როგორ მოახერხეთ ლევიტელთა წიგნის არაბუკვალური გაგება. ადრე ამ წერილს ლევიტელთას ვერ ვიგებდი, თუმცა არაერთხელ წამიკითხავს მე ის. იყო ეს წიგნი ჩემთვის გასაგებად მშრალი და ერთი შეხედვით აურაცხელი წესებისა და კანონების გროვა. თან დავუმატოთ ამ ყველაფერს, რომ ჩემი ხუთებზე დამთავრებული მარქსისტული გონება ვერ ითავსებდა იქ მოწოდებულ ინფორმაციას. ახლა კი გაიხსნა ეს წიგნი ჩემთვის ლევან, რასაც მე ღმერთის ხელს მივაწერ. ისე არ არსებობს თანამედროვე გონებამ იქ დაწერილი მიიღოს. აქ იმ ქადაგებლების უმეტესობაერიდება კიდეც ამ წიგნის მრევლში განხილვას და გარჩევას. ახლა, რამაც მე მიმიზიდა ამ წიგნში იყო იესო ქრისტე. მე აღმოვაჩინე, რომ ყოველი სიტყვა იქ მოცემულ წესებსა და კანონებში იყო ქრისტეს წინასახე და წინასწარმეტყველება იესოს პირველ და მეორე მოსვლაზე, რომელთაგანაც ისტორიულად პირველი მოსვლა უკვე ახდა, ხოლო მეორე მოსვლას ჯერ კიდევ ელოდება კაცობრიობა. მოკლედ ლევან, მე მივხვდი, რომ ეს წიგნი მხოლოდ ლუღლუღა მღვდლებისათვის კი არ იყო განკუთვნილი, ან ებრაელებისთვის, არამედ ქართველისთვისაც, თბილისში, სოფელში, საზღვარგარეთ მწყემსისთვის, მეცნიერისთვის, ჭკვიანისთვის და უჭკუოსათვის, მეტყველი და ენაბრგვილისთვის, ჩემთვის და თქვენთვის ლევან. დავიწყოთ თუნდაც პირველი თავით. მოუწოდა უფალმა, ვაიაკრა. აი ასე ეწოდება ებრაულად ამ წიგნს. ახლა ვისაუბრებ, თუ რატომ უნდა მისულიყო ღმერთი ადამიანთან, რატომ უნდა მოეწოდებინა ღმერთს ადამიანისთვის და რატომ ადამიანი თავად ვერ მივიდოდა მასთან. ბიბლიის დასაწყისშივე პირველი წიგნის დაბადების მესამე თავში აღწერილია ასეთი სცენა, ჩვენი ტრაგიკული ისტორიული სცენა, როდესაც ჩვენ დავეცით. ურჩობის და გამო ჩვენ არ დაუჯერეთ ღმერთს და სატანამ შეგვაცდინა. ვიგემეთ ნაყოფი, რომელიც აკრძალული გვქონდა. ამის შემდეგ ადამიანს დაეკარგა ურთიერთობა ღმერთთან. ახლა თუ განვიხილავთ ადამიანს, ისე როგორც ყველა ქადაგებელი განიხილავს, მისი სხეული შედგება ხორცისგან, სამშვინველისგან, რომელსაც რუსები დუშა, აი ასე უწოდებენ დუშას, ხოლო ინგლისელები უწოდებენ souls, იტალიელები უწოდებენ animas და almas უწოდებენ ესპანელები. ქართველებს რატომღაც სამშვინველის გაგება ლექსიკონიდან ამოღებული გვაქვს. აღარ ხმარობ, დაიკარგა ეს სიტყვა სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამშვინველი. აღარაფერი დაგვრჩენია, რომ ჩვენ ისევ გავაცოცხლოთ, აი დღეს უკვე ქართულსაც კიდევ ერთი სიტყვა შევმატეთ. ჩვენი სხეული შედგება ხორცისგან, სამშვინველისგან და სულისგან. აი ეს სული იყო ის ორგანო, ის ნაწილი ჩვენში, რითაც ჩვენ ღმერთს უკავშირდებოდით. სამოთხის ბაღში ეს აქტიური იყო, აქტივობდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავეცით, ეს მოკვდა, ეს ორგანო გამოითიშა. ჩვენ დაგვიკარგა ღმერთთან ურთიერთობა. ამას ჩვენ კარგად ვხედავთ ბიბლიის პირველ წიგნში, სადაც სამყაროს შექმნა ადამიანის დაბადება და დაცემა აღწერილი. მეორე წიგნი, რომელსაც ქართველები ვუწოდებთ გამოსვლას, გვიჩვენებს თუ როგორ ერევა საქმეში ღმერთი და როგორ გამოგვიხსნის ჩვენ. ეგვიპტიდან, ეგვიპტის სახელიც ნიშნავს სიბნელეს. ეგვიპტის ეტიმოლოგია არის შავი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ სიბნელიდან გამოვყავართ ჩვენ ქრისტეს. გამოსვლაც არის წინასახე მხსნელი მესიასი იესო ქრისტესი, რომელიც უნდა მოვიდეს. და ჩვენ უკვე ისტორიულად ვიცით, რომ იგი მოვიდა. რწმენა ამაში აღარ გვჭირდება, რამე თუ რწმენა გვინდა მანამდე, სანამ ახდება და დავინახავთ ნამდვილად, რაც ღმერთი დაგვპირდა, იმას ახლა კი რწმენა იმ საკითხში, რომ ქრისტე მოვა თუ არა, ჩვენ აღარ გვჭირდება. ჩვენ ეს უკვე აღსრულდა. აი აღსრულდა, თქვა იესო ქრისტემ ჯვარზე და ჩვენ ეს უკვე ვიცით. შედეგები გვაქვს უკვე ქართველებს.
ნომინალურად მაინც მთლიანად საქართველოს ქრისტიანია. ესე იგი, აი ამ ფაქტს იმით რომ ქრისტიანი ვარო ამბობს ქართველი აღიარებს რომ აი ამ ყველაფერს რაც ახლა მე ვთქვი, რაც ბიბლიაში წერია, იზიარებს და აბსოლუტურად იღებს. ნუ საკითხავია კიდე ეს შეგნებულად ამას აკეთებს ქართველი? ვიმედოვნებ მსმენელი ფეხდაფეხ მომყვება. საუბარი იყო ქრისტეს პირველ მოსვლაზე, რადგან მეორედ ქრისტე ჯერ კიდევ არ მოსულა. გვრჩება რაღაც რისი რწმენაც გვჭირდება, სანამ ის შესრულდება. ლაპარაკობ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე. მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, დაუბრუნდეთ ისევ ახლა ჩვენს განხილვის თემას. მაშასადამე დაბადება არის ჩვენი სამყაროს გაჩენა, ადამიანის გაჩენა, დაცემა. გამოსვლა არის დაახსნა, ხსნელი მოდის გამოხსნა სიბნელიდან. იქიდან რა შედეგიც მივიღეთ დაცემის დაუმორჩილებლობის მერე. ხა რა არის ლევიტელთა? ლევიტელთა წიგნში აქ უკვე ღმერთი გვთავაზობს, გვასწავლის იმას თუ როგორ ვიყოთ მასთან ურთიერთობაში. უბრალო ცხოვრებაშიც, როდესაც გაგაბრაზებთ ვიღაცა მეგობარი, ძალიან რო გადგენთ გულს, მისი უკვე აღარც მორთმეული ძღვენი გინდათ და აურაცხელი ოქროც რომ მოგცეთ მათ, ახარ გინდათ იცით, გული გაქვთ მოსული, ის ცუდად მოიქცა. არ შეიძლება იმ წუთას, ნუ ხტამვა, ხო? ჯერ გასუფთავდეს ურთიერთობები, უნდა ჯერ გაირკვეს ორ მეგობარს შორის და მერე აღდგება ურთიერთობები. რაღაცა უნდა მომხდარიყო ღმერთსა და ადამიანს შორისაც. აი ეს ცოდვა ისეთი რაღაცა შევიდა, ხრამი გაჩნდა, გაიპო ჩვენი ურთიერთობები და სულ სხვადასხვა გზით წავედით. საჭირო იყო ის შუამავალი, ის პიროვნება, ვინც ჩვენ ამას გაგვიმთელებდა და ვინ იქნებოდა ეს ჩვენ უკვე აქეთა მხარეს მდგარი წარსული იქითა ნაპირეს არის და აწმყო და მომავალი აქეთ არის, ჩვენ უკვე აწყალში მდგომი ხალხი ამას ვეცნობით და ვიცით კიდევაც ისტორიულად რომ ეს იყო იესო ქრისტე, ასეთი პიროვნება. ახლა რაღა არის ის მსხვერპლშეწირვები, ლევიტელთაში მოცემული ყველა წესდებები? ეს წინასახე იყო მომავალი მესიის. სასწაულებიც, კანონებიც, ყველანაირი მსხვერპლშეწირვაც, რიტუალებიც, ეს იყო წინასახე და მტკიცებულება იმისა, რომ მოვა, იესო მოვა, აი ეს დანაპირები, რას ველოდებით, მას, რასაც თავად ღმერთი დაგვპირდა, თავისი აღთქმებით. აი შემოვიდა კიდევ ერთი სიტყვა, აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თუ ღმერთი ჩვენ აღთქმას არ დაგვიდებდა, ამ შემთხვევაში აბრაამს დაუდო აღთქმა და მის აღთქმაში ჩვენც დავილოცეთ, აი კერძოდ თუ გაგახსენებთ რამოდენიმე აღთქმას, გახსოვთ, როდესაც პირდება აბრაამს შვილს ღმერთი, ის ერწმუნება მას და ამიტომ იგი მის მეგობრად ჩაითვლება, მას ეს რწმენაში ჩაეთვლება. ამის შემდეგ აძლევს მას წინდაცვეთის და სხვადასხვა რიტუალებს, რომელიც მან უნდა შეასრულოს აღთქმის ნიშნად. მთავარი არის აღთქმა და ყველა რიტუალი კი ნიშანია ამისი. რიტუალი იმის ნიშანია, რომ აღთქმა აუცილებლად შესრულდება, ამიტომ კაცრად უნდა დაიცვას იგი ებრაელმა. მაგრამ ქრისტეს მოსვლის შემდეგ რიტუალები აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ იესომ ყველაფერი უკვე აღასრულა. თუ კი რიტუალი არის ნიშანი თუ რა მოხდება მომავალში, როგორც კი ეს მოვლენა მოხდება, აღსრულდება, ჩვენ რიტუალები აღარ გვევალება, რომ შევასრულოთ, ეს იქნება უკვე ზედმეტობა. ლევან, მოდით დღეს ასე დავასრულოთ ლევიტელთა წიგნის გარჩევის პირველი ნაწილი, სადაც ჩვენ განვიხილეთ პირველი თავის, პირველი მუხლი და ნამონარიდი ფრაზა მოუწოდა უფალმა. მომავალ შეხვედრამდე.